რა შვებია, ამ უნაო მაყუცა? კი. აუ ეს არ დამიყარო რა კაცურად რა. მაშინ მოდი შენ შეჭამე. არა მე ვერ შეჭამ საჭესთან არ შეიძლება. საჭესთან რა, ბაჟეს კი არ გაჭმევ ბიჭო. ჭამე ნახე რა გემრიელია. თუ მოგინდება ხო გამიღე ხოლმე პირი და შეგაჭმევ. რა არის ეს? ეს არის რინგას სუხარიკი. ლუცან იცი რა მაგრა ასწორებს. ეხა უბრალოდ სამსახურში მეჩქანება, თორე ერთ-ორ ბაკალონს გადავინლე წავდი. ისინი არის მუშაობა? კი რავი ნორმალურად. ძველ სამსახურს ასე თავი ჯობია და დისტრიბუციაში მუშაობდი რა მძღოლა და წამოვედი რა. ერთი მაგათი უპროსობის კარგის და რაკიც მოვყან მე ზევიდან რა. მაგათი ხო. მაგრამ ამაზე გარა თქვა. თორე ეგ უპროსობა იქნება რომ მოგიწყნავს კარგის ტრაქს აქვე. რო გადახვალ გამიჩერე. კი ბატონო. პრემიასთან ჩავარიცხინებ. ვერტბაქნას. იზავს. თავარია იმ ბუღალტერ გოგოს არ დაავიწყდეს. ჩერჩეცა. აბატონო. აი მას გიტოვებ. მას ამ ხშირო მიხვალ გემრიელად მიირთვი. მადლობა. კარგად ბრძანდებოდა. აბა კარგად. კარგად. ჩემო საყვარელო თანამშრომლებო, ჩიტებო, გვრიტებო და მარგალიტებო. დღეს ახალი წელია და გადავწყვიტე რომ არ ვიმუშავებთ. რა კარგია. საღო? რა რეაქცია იყო ახლა? არ გიხარიათ მუშაობა. მეგონა გული დაგწყდებოდათ. ხო, მაგრამ შენ გაჩვენდი ბიჭო. ყველა ზოგად კითხვაზე ნოცენ პასუხსა. კითხვა ხო და კიდე საერთოდ წავალ სამსახურიდან. წადი. ოღონდ მაქსიმი გამოიძახე და ისე წადი. რა იყო? გეწყინა? ხუმრობა არ იცი ბიჭო, რა გჭირს? შენ რას ამბობდი გოგო? რა გვაქვს დღესაო? სეკრეტ სანტა. ეგ რა არის? სანტა არის რა არის? არც სანტა ვიცი და არც სეკრეტი. ჩვენთან ჭიტლაღში არ იციან ეგეთები. აბა ახალ წელს ვის მოხდა საჩუქრები? ძუძუ გოჩას. 12 რო შესრულდებოდა, ხან არტალას ნაჭერ შემოაგდებდა და ხან პრასი მოქონდა მეშოკებით. პრასი? ხო რა იყო, რა გაგიკვირდა? ხო იცი რა რთულია ზამთარში პრასი შოვნა ჭიტლაღში. უფრო რო იყო შემოსული, რა უნდოდა? ამთვის ანალიზი მომთხოვა დეტალური. კიდე ამან მიპასუხა ამ შეკარგ მოწყუნებულმა. ვინ ახარ ბიჭო შენა? მოკლედ დღეს ყველანაირი საქმე უნდა გადავდოთ. პირველი ახალი წელიწადი გვაქვს და ერთად უნდა აღვნიშნოთ ყველამ. მე გეპატიჟებით. აუ მე რა არავითარი მე რომ და არავითარი შესაბამისად და ეგეთი სიტყვები არ გამაგონო იცოდე. ყველა უნდა შევხვდეთ დღეს ახალ წელსა. და ისიც ვითამაშოთ, რა ქვია იმას? სეკრეტ სანტა. ვა, ბიჭო, შენ ვინ ახარ, კაცო? კიდე შენ პასუხობ? ვინ ახარ, ვინა? რატო დაიგვიანე? ნაცვის ხე მოვიტანე. და სად არის? ეზოშია, კარებში ვერ შემოეტია. ტოტებია მოსაჭრელი. რა სამო, ქალო? ქუჩაში მოჭერი ნაძვი? თუ არ მოგწონს, წადი და სხვა მოიტანე.
ვაიმე დედა, ვაიმე რა ხალხში მაგ საქმე, ვინ ახართ თქვენ, ვინ ახართ კაცო? ნორმალურები ხართ თქვენ, ა? რა არის? ეხლა არ მითხრა საღამოს არ მცალიაო. საღამოს მცალია. მაგრამ მეგონა რომ სხვანაირად შევხვდებოდით მე და შენ ახალ წელს. სხვანაირად რანაირად? რა ვიცი. მე და შენ სადმე, ცალკე. თალკე ვითომ რატო? მახო. გოგოს რომ ბეჭედს აჩუქებ. ესეთი კითხვები აღარ უნდა გაგიჩნდეს წესით. მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვერ გითხარი. ის ბეჭედი მე არ მიჩუქებია. მურთომ გაჩუქა. არა, განა მურთოს უყვარ ხარ. სხვანაირად არ გაიგო. უბრალოდ მაგას ეგონა, რომ კაის ვაკეთებო და მაგან ჩადო. იტრიპაჩა რა. ანუ არ გიყვარო არ? არა კი არა და კი. როგორ არა, მაგრამ ანუ უფრო კი ვიდრე არა. კი არა და როგორ არის ეგ ისა მურთო შენი რა მინდოდა რატო ვატკინი ადამიანს გუნდ შვენიერი გოგოა ლამაზი ჭკვიანი ლიუსავით არ სვეწკაობს თავისთვის ზიის კუთხეში კატის კნუტივით არა უშავს დღეს რომ მოვა რესტორანში ყველაფერს აუხსნი მოდი ჩარჯიბით ვკითხავ. დამიწეროს როგორ აუხსნა ორიგინალურად სიყვარული. აჰა. შესანიშნავი შეკითხვაო. მოეწონა ხედავ. შემაქო ბიჭო მამა ჩემივით გამოყლებული ხარო ეგ კი არ მითხრა რაო ქალისთვის სასიამოვნო საჩუქარია ყვავილები ვა ასევე ლამაზ გარემოში 7 მუსიკის თანხლებით შენი ყველა სიტყვა მისთვის შთაბეჭდილებას მოახდენსო. რეს ბოდიანო. უფრო გასაგებად რო ამიხსნა არ შეგიძლია? კიდე უნდა დამარტყა? და მათქმევინე და ისე დამარტყი. ან მათქმევინე და არ დამარტყა. რა შუაშია ეს დარტყმები? არ გინდა რა დამარტყა, არაფერ შუაში არა ვარ მე. არა, არ უნდა დაგარტყა. თუ ერთ სულს შემისრულებ, ორ პატიებას გაჩუქებ. რას მაჩუქებ? ორ პატიებას, რაც არ უნდა დააშავო, ორჯერ გაპატიებ. მაგარია.
იმ გოგოს ნომერი შეგიძლია მომცე რესტორანში მინდა დავპატიჟო. დაპატიჟო? რატო უნდა დაპატიჟო? მოგეწონა? ჰა? მოგეწონა, ხო? შენ რა ყოფილიყარ, ბიჭო, უყურე შენ? მუსუსო? ქალების კვერნა ვინ არის? აი ხა უნდა ჩაგეხუტო და გაკოცო. აი ხუნა გაკოცო ლოყა. ლოყა სადაა, ბიჭო? ანუ მომცემ ნომერს. აბა რას ვიზავ? პირადად მე დაგაკავშირებ. მაგრამ ეხა სოფელში წავიდა. ჩემემთან უნდა დავრჩეო. მაგრამ ხო ჩამოვა. აი პირდაპირ ოკრიბიდანვე გამოუშვებ შენთან, გაიგე? ვა, მადლობა. რა მადლობა, ვიჯო, რა მადლობა, ჩემი გადამჩენელი ხარ შენა. აი მინდა რომ გაკოცო, მაგრამ ვერ აკოცნი. რომ გაიპარსო მე ვეგაკოცებ ლოყებზე. შენ დასიცი რა უთხარი? დღეს არ დაიგვიანოს რესტორანში, კარგი? ხო, ვეტყვი. ისე? აი ეს წვერი ხდი შენას აშიშსა. რომ გაიპარსო, სულთან ჩოილარი იქნები. ერთი პატიება გადაგჭა. ო, დაწყნარდი. მეორე პატიებას უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენებ. შევთანხმდით, ხო? შენ ქალების კვერნა შენა. პუსტაზე. შეგეცი პუსტაზე. ეხლა იმ მანტიროვკას ავიგებ და ჩაგარტყავ თავში მე შეგათხრი პირში. ამ ახალ წელს. მოიცა ახალი წელია ეხლა? მე მგონი. ხო და ჩამოდი, ჩაგიშხამო ეგ ახალი წელი. მოკლედ დავიღალე რა, აი ცუდათა ვარ, სიზმარშიც მესიზმრება ეს დამინო, არ მინდა უკვე, всё, არ მინდა. მოიცა, სიზმარშიც აგებ დომინოს? მიდი, გელოდები. თქვენ კიდე დომინოს თამაშობთ, ვიჯო? აბა რა ვაკეთოთ ამ ახალ წელს, ვიმუშაოთ? არა, დომინო და ახალი წელი აკვდება ის ერთმანეთს. შენ რა ხენ? რაზე და გლობალური დათბობების მიზეზებზე და მის გამომწვევ ტენდენციებზე. მანქანაზე ვეკითხები? ო. გავაკეთე შენი მანქანა, ვიჯო. ამას ვინ გონივა? ყველაფერი შეუცვალე, რაც შესაძლებელი იყო. ვახ შენ გენაცვალე, ძმაო. ვახ შენ დეესარი, ვიჯო მრავალს, ა? საერთოდ ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ წელს ეგ მანქანა გაკეთდებოდა, ძმაო. ვერც მე. ვახ შენ, მომეაპა ერთი გასაღები. გასაღები ამასა აქვს. ჩიპ მაურია და გადატვირთვა უნდა რა. ოიც ახლა ამას უნდა ვდიო 5 თვე გასაღების გამო? არა, ბრატ. ამ პარტიას მორჩევ და 5 წუთში გაგიკეთებ გასაღებს. ხო რა. ანუ კაი, მიდი მაშინ. ნე ჩამოდი დროზე. შენ აი ეს და ბაზარში წადი. თან ერთი ძმურად გოჭის ფასიც გაიგე რა. კარგი, ბატონო, კარგი. აჰა. აი ესეც დავამთავრე ხელში. ეგეც პარტიაა ძმაო. ჯიგარი ხარ ძმაო, იმენა მადლობა ძალიან დიდი რა. რა მადლობა, წახი მიმხელა პატი მიმცა. ბიჭო, იქ ჯარიმას ხوار დაწერდა ვით. 45 ვაწვებოდი, 15 დასაშვებია. ისე რა მაგარია, ყველას გაზზე გადაყავს მანქანა და მე შენზე გადმევიყვანე. წერი მომისმინე, ნუ მეკაიფები, თორე ჩამოგიკიდე ბრელოკად. აი, იყო გეხუმრები, ბიჭო, გეწყინა. ითიქცი ახლა პატევია? წამოვავში დავლივოთ გინდა?
რა დავლიოთ? ავი 2 ლიტრიან ლუდს დავითრევ და ჩაუგზეთ კარგად ჯიგრულად გადავაცენოთ მაგის დედაცოტი. 2 ლიტრა მარტო ქაფსვავ. მაშინ წამო არაყი დავლიოთ. არა, მეჩქარება. ოკეი, ხვეწებით ზმურად ამომყევი ბიჭო რა. ჩემ ასიდეთმა რო გაიგოს ეხლა რო ეს მანქანა კიდე არ გამიკეთებია. ახალ წელს უეჭველი გალეთ შეხვდები დღეს. რა იყო ბიჭო, სიდედრის გეშინია? რა ბიჭო? ეხა მაკლე ეხა სიდედრის მეშინოდე, ჩემი მეშინი არა, იხვის ჭუკი კიდე ბიჭო. ეგ არა თვალებს რო დაუბრიალებ, ძმაო ჩაის და ყავას ერთად მიდუღებს. მიდი შენ თვალები დააბრიალე, მე წავედი. მაშინ ლიფტი არ მუშაობს და ამაგდე რა ძმურა. ჩემი დედამიწა. აი, ვიჟო. გამარჯობა გოგონი, გენეცვალე. მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ასტანა პალასში. რით შემიძლია დაგეხმაროთ? გოგონი, შვილო, აქა დარეკილი უნდა იყოს ძუძუ კოჩას ქიშოზე. აბა ერთი ნახე. გადავამოწმებ, დამელოდეთ. სად მომიყვანი აქა ბიჭო? სასტუმროავე 2 დღით რა იყო. რა სამბობ? ჭიტლახში რო გაიგოს ხალხმა რას იფიქრებენ? სახლი აქვს და გორში ჩამოიყვანაო. ხალო, აქ ამდენი უცხოელი რომ მოდის და რო რჩება იმათ რა სახლი არა. აზია რა ხარა რომანტიკისა. სოფელში კიდე იტყვია რომ ქმარმაო ახალ წესაო ასტანაში წაიყვანა თავისი ცოლიო. იმასაც იტყვია რომ შეძლებული ქმარი ყავსო. იმასაც იტყვიან რომ მაგის ქმართან მეტი აღარაფერი შეუძლია და დასასვენებლად მაინც წაიყვანოს. შენ ცოტა ჩუმად იყავი. მართლა არავის არაფერი არ ეგონოს. ამომაღლა. განანო. დიახ, დაჯავშნილია. თქვენთვის ნომერი. შეგიძლიათ მეორე სართულზე აბრძანდეთ ლიფტი ჩემგან ხელმარცხნივ. მადლობა. აბა, აიტა კიდესა. სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ. მადლობა. ეს რა არის? დაფნის ფოტოლია. ვარდის ფურცლები ვერ ვიშოვე და ძუძუ გოჩა მომცა. რავი, სულ არ არაობასა ეს ხო ჯობია რა. ვის გაუგია დაფნა ბიჭო? ლობიოს უხდებაო და რა შენ არ მოგიხდება? მოდი ბარემ შავი პილპილი მომაყარე და შემჯამე. შენ მე ვიცი დღესაც დაგაბასტურმება. იგედი ნუ მაიმუნო ფერთი რამის თავი მაინც აქ გქონდეს. ძუძუ გოჩამა 2 ბანკა ვიაგრა მომცა. 5 დღეო სპორტულს ვერ ჩაიცმევა. ბანკა? ხო, აი ქვემო ბალაყნელი ხალი აკეთებს. ოჯახისაო, ნატურალურიო. ციცო, გილოცავ დამდეგსა. მეც გილოცა. დედა ჩემი სიკვდილი, ესა ჩრდილია. ევას მიწერე? მივწერ. რატო აგვიანებ? ის უთხარი რომ გასტროლებში რო ვარ? კიკი. ხო, მოვიდეს, მალე მოვიდეს. მოდი, აბა ისა, ერთი სადღეზე რომ დავლიოთ, კიდე დავლიოთ ერთი სადღეზე რომ მართალია ჩვენ დიდი ხნის თანამშრომლები არა ვართ, მაგრამ პირველი ახალი წელი არის ჩვენთვისა და მინდა რომ მოგილოცოთ ახალი წელი. მინდა რომ ერთად ვიყოთ, ბედნიერად ვიყოთ, ჯამთელათა. მართალია სულ გიყვირი ვართ ხოლმე და ხანდახან გაბრაზებთ ხოლმე, მაგრამ მე რომ გავდივარ ხოლმე ოთახში, ჩემთვის ტირი ვარ.
ჩემთვის ალკე ვქვითინებ ხოლმე. ამიტომ მე მინდა დღევანდელ დღესა დავივიწყოთ ყველანაირი აგრესია, დავივიწყოთ ყველანაირი შუღლი და ბედნიერების დღე იყოს დღესა. სიხარულისა და სიყვარულისა. გილოცავთ ახალ წელსა და აღსრულებოდეთ თქვენი სურვილებიცა და ჩემი სურვილებიცა. აბა გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. ჩემი კრედი ტოპიცერი იყო. რატო არასო დანლიეთ? აუ მიდი რა ბატონი მახოს პაროდია გააკეთე ხო? აუ მიდი. მიდი, მოკლედ გამოგდის, მიდი. მიდი რა. მიდი. ჩემ პაროდიას აკეთები? აუ თან იცი რა მაგრად გუშინ იმდენი გვეცინა მიდი რა. ვა. აი რატო გემართ? მიდი აბა გამაჯავრე. მიდი არაფერს არ გეტყვი, მიდი არ მეწყინება, ჰა? მიდი. დღეს ავერავინ ვერ გახვალთ სამსახურიდან, ანდრე, გაიგე? ვა. მაგრა იწყებ ახალ წელს შენა. მინდოდა. აი რა ხჭე. აი რა იყო საწყენი ახლა? ანა კაცო, არაფერი არ მწყენია. გაიყო, ყველაფერი. ნუ დადნები ეხლა, ნუ ჩამოდნები. ერთი სადღეგრძელოდ დავლიოთ, ხო? ერთი სადღეგრძელოცა. დავლიოთ. მოდი ეხლა ცინას გაუმარჯოს. ჩვენ სამსახურს გაუმარჯოს, რომელმაც შეგვყარა ჩვენა ერთათა მაქსიმსა. მაქსიმს გაუმარჯოს, ჩვენ დიდ კომპანიას გაუმარჯოს, აბა. გაუმარჯოს. მაქსიმს გაუმარჯოს. საჩუქრები მაქო, თქვენთვის საჩუქრებიო, საჩუქრები მაქო, ტაში ვიჯო, დავაროდის მინი ტაში, ვიჯო, ტაში. აიცა? აბა. ესა შენა. მადლობა. აი რატო იხდი მადლობასა წინასწარ? იქნება ჯარიმის ქვითარი მოგაწონდე. არ უნდა ნახო რა არის? ეს რა არის? ეგ არის ჭიტლაღის სამდღიანი ტური. ხელოვნურ კანიონზე. ამა? ხელოვნური კანიონი? ჩვენა ყველამ შევკრიბეთ, ფული დავდეთ, გაიგე და ხელოვნური კანიონი გავაკეთებინეთ. ამა? იცი რა მაგარია. უნდა ჩამოხვიდე ხოლმე. აჰა, ესე ჩენა. მადლობა. ტრაინოიადი კალორი დევშიგნითა და ჭიტლაღის სამდღიანი ტური არის. დეგრადაციულ მღვიმეში. პარაპლანით ფრენა შედის, ხო? ჭიტლაყი მოხოდილა. ნომერ მეორე სოფელი არის ევროპაში. ტალახის წევოვნებითა. შენთვისაც მაქვს საჩუქარი პაროდისტო. ვა. აი, გამომართვი. ეს არის ჭიტლაღის გოგირდის აკვაპარკის ბილეთები. და ეს ბანკა ჩენია. ეგა ბიჯო, თამროს მამა მომცა ზუბოჩამა, გაიგე? ერთი ბალაყნელი ხალია ისაკეთებს. ოჯახისა არის, სუფთა. ძალიან მაგარია. ოღონდ მაგას რო შეჭამ. სპორტული შარვალი არ უნდა ჩაიცვა 5 დღე. ამა გასინჯე, ნახე. კაია. აია. აბა ნახე, არ მოუწერია იმას, ჰა? მოიცო ნახო.
მოუწერი აგია. რაო? ვერ მოვდივარ. რატომ? რავი, ხასიათზე არ ვარო. მე ვიცი რაც უნდა. რა გჭირს? რა გჭირს? რა მოგივიდა? არაფერი არ მომივიდა. რა არაფერი? ნუ მატყუებ, რაღაც მოხდა და არ მეუბნები. არაფერი არ მომხდარა, თავი მტკივა უბრალოდ. მერე წამას დაგალევინებ. მაგისთვის აკლევინებ თავს? არ მინდა წამალი რა გამივლის. არა, შენ მე რაღაცას მიმალავ. მითხარი რა მოხდა? არაფერი არ მომხდარა, ბებო, რა გჭირს? არაფერიც არ მჭირს. სადაცაა ეხლა? ნუკრი დაბრუნდება და ასე რომ გნახავს, ხომიცი გაგიჟდება. ცოტა ხანს დავიცინებ, გთხოვ რა. რა დროს ცილი? ამახალ წელს, გოგო. ვერ ხედავ რა დღეშია ხალხი. ყველა კეიფობს, აღნიშნავს. შენ არ მაინტერესებს ხალხი, რაც უნდათ ისქნან. რატომ მიხეთქავთ გულს, რატომ? ცოტა ხანი დავიძინებ და გამოვალ. არ შემიძლია. აბა ბიჭებო, მოდი მრავალ ახალ წლებს დავესწროთ. ბედნიერების და წარმატების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი ჩვენთვის. აუმარჯოს. გაგიმარჯოს. ჭიქა მაინც მომიჭახუნე, ბიჭო, ხო შეიძლება? შენ გამოხდები ამ ახალ წელს გარეთ. ჩემს გამო რატო ძმაო? რატო და გაგეკეთებია ის მანქანა ნორმალურად და მაგიტო. ის გველხო კერაქალის ბედნიერი იქნებოდა და მეც შამპანურის ჭიქით შევხვდებოდი ოჯახში ჩვეულებრივად ახალ წელს. ბიჭო, ხო გაგიკეთე ეგ მანქანა, მაგრამ მაგ მანქანას ხო რაღაც ჭირს კიდე. აი გავა ახალი წლები მომიყვანე და რო კარგად გავაკეთებ. აუ, თუ ჩემი ძმა ხარ, ძლივს წევიყვანი აქედან და ახლა შენ მოგიყვანო კიდე აქეთ, ხო? ბიჭო, რა ითამაშე ეს ბიჭო, რა ყისმათა კაცი ხარ. გადადეთ, ეს დედააფეთქებული დომინო, ბიჭო, ცოტა ხნით ხო შეგიძლია და გავიდეთ გარეთ რაღაცა მაშხალა ვისროლოთ, საახალწლო გარემო შევქნა და ვერ ფიქრობთ მაგაზე? რა მაშხალა, ბიჭო? მაშხალა აღარ გამაგონო თუ ჩემი ძმა ხარ, ერთი მოუყევი რა, მოუყევი. გახსოვ შაშანტ. როგორ არ მაქვს? CLS-ი რო დავწვით. რა CLS-ი და? ბიჭო, შაშან დათმა. გარეთ CLS-ი ეყენა. მაშხალა გაისროლა და 5 წუთში დაიწყო მანქანა. არა ხო. შაშანტი გახსოვს ხონდა? ის 2 წუთში დაიწყო. ისოთა ძველი იყო და იმოდო. რა, მაგ CLS-ის პატრონმა რამდენი გრა გადავიხადეო. 65,000-ია. ბიჭო, მივედი და მეუბნევიო, ყოველთვე გადაგიხდი 50 ლარს. ჩუბი არ დამიწყო ბიჭო. მაგარი შეუგნები. არა, კარგად იწებოდა გასო. ეს. აბა რამდენი და? ხელში? დაამთავრე? ო, მოკლედ, რაი, მალე 10 დაიწერე. ალო. რომელი? ევა.
გილოცავ, ახალ წელს გილოცავ. ეხა იცი სადა ვარ? შენ ჭიშკართან ვარ. მიდი აბა გამოდით, გამომხედეთ. უნდა მოგილოცოთ. ვერ შემოდივარ, ძაღლია, ძაღლი. აი. ეხა გამოვა ჩემი ბანჭია. გილოცავ, ახალ წელს გილოცავ. მეც გილოცავ. უკაცრავად რესტორანი იკეტება და ბოდიშს მოხდით რომ დაგვწავოთ. იცით, აი, სპორტულები მაცვია და მეგობარი მოვა ჯინსებს მომიტანს და გავალ. კი ბატონო. მანამდე შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ და ვიდეო დაალაიქოთ. ასევე თქვენც.